PSG-ს ამბიციური გეგმები, როგორია კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქართველი ფეხბურთელის მორიგი აღიარება. მიქაუტაძეს ლა ლიგაში ვერ აჩერებენ, ქართველს კი ჩვენი დახმარება სჭირდება. ამასთან ერთად მე თქვენთვის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ფეხბურთელებზე მრავალი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე. თქვენთან კი მაქვს ორი პატარა თხოვნა, დამიფასო ჩრომა და ვცადოთ რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე ჩვენი მიზანია რომ 100,000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, თხოვნაა რომ დამეხმარო ამ მისნის მიღწევაში. ყველას მადლობას გიხდით, ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. მესმის რომ იმედგაცრუებულია, რა განაცხადა ლივერპულის თავკაცმა მამარდაშვილზე. პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მამარდაშვილის ლივერპული ნოტინგემს ესტუმრება. მატჩის წინა პრეს კონფერენციაზე კი მერსესაიდელმა თავკაცმა ისაუბრა, სადაც მას ქართველ მეკარეზე სკითხეს. კერძოდ ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ არ ათამაშეს მამარდაშვილი ასოციაციის თასზე ბრაიტონთან შეხვედრაში. ჩემი აზრით ის ფაქტი, რომ ბრაიტონთან ასოციაციის თასზე არა მამარდაშვილმა, არამედ ალისონმა ითამაშა, მოულოდნელობა არ ყოფილა. მართალია, შარშან სხვაგვარი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ როგორც წესი, მეორე მეკარეს ლიგის თასზე ვათამაშებ, ხოლო ასოციაციის თასზე უშუალოდ მასშიც წინ ვიღებ გადაწყვეტილებას. წინა წრეში ბარნლისთან გიორგი მითამაშა, ვინაიდან ალისონი ტრავმის შემდეგ ახალი დაბრუნებული იყო და მისი დაყენება არ გავრისკეთ. შესაბამისად, ასოციაციის თასზე მეკარეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ზუსტად ისე მივიღებთ, როგორც მოედნის ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ითამაშებს ის, ვინც იმ მომენტში დაგვჭირდება. ასევე მესმის, რომ ეს იმედგაცრუება იყო გიორგისთვის, ვინაიდან ის ძალიან კარგი მეკარეა. როდესაც ალისონი ტრავმირებული იყო და მამარდაშვილს თამაში უწევდა, მან კარგად წარმოაჩინა თავი. თუმცა თუ ბრაიტონთან მატჩში შემადგენლობას გადავხედავთ, ნახავთ რომ სასტარტოს ფეხბურთელები ვათამაშე. შესაბამისად, კარშიც პირველი მეკარე გვყავდა. თუმცა ახლა ვერ გეტყვით თუ რა იქნება ასოციაციის თასის მომდევნო შეხვედრაში. განაცხადა ლივერპულის თავკაცმა. როგორც მოგეხსენებათ, მიქაუტაძემ ლა ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. ამჯერად კი მან ლევანტეს კარი აიღო და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა. ბოლო პერიოდია გიორგი შესანიშნავ ფორმაშია, რაც რა თქმა უნდა მას დაუფასდა. კერძოდ მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლისთვის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე ვილიარეალში გადასვლის შემდეგ პირველად არის წარდგენილი. გამოკითხვა EA სპორტის ვებგვერდზე უკვე დაწყებულია. ხმის მიცემა კი ძალიან მარტივია. ამისათვის უნდა გადავიდეთ ბმულზე, რომელსაც მთავარი კომენტარის სახით დავტოვებ. შემდეგ ჩამონათვალში მოვძებნით მიქაუტაძეს და დავაწვევით ხმის მიცემის ხილაკს, რის შემდეგაც ჩვენი ხმა წარმატებით დაფიქსირდება. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ვილიარეალის თავდამსხმელის პერფორმანსი ავტორიტეტულ ესპანურ გამოცემებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და მასზე მარკამ დაწერა. მიქაუტაძე ვარსკვლავის სტატუსითა და იმციმე ტვირთით მოვიდა, რომელსაც ვილიარეალის ისტორიაში ყველაზე ძვირად ხირებული ტრანსფერი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ის ადაპტაციას რამდენიმე თვე დასჭირდა, რომლის დროსაც თავისი ხარისხი მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში აჩვენა, მიქაუტაძემ საბოლოოდ წარმოაჩინა თავი მწყინვალე ფეხბურთელად, როგორიც სინამდვილეშია. ლევანტეს წინააღმდეგ ქართველმა თავდამსხმელმა ვილიარეალს 3 ქულა მოუტანა, რომელიც შესაძლოა ძალიან ღირებული აღმოჩნდეს და ყვითელ წყალქვეშა ნავს მიზნის მიღწევაში დაეხმაროს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება. ეს იყო გოლი, რომელიც ადასტურებს, რომ მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაშია. მან ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეაგდო და ვილიარეალის მთავარ შემტევ-ძალად დაიმკვიდრა თავი. 2026 წელს მიქაუტაძემ 5 გოლი გაიტანა, რაც მას ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ახსევს. გიორგი მელჩესთან, ალავესთან, ესპანიოლთან და ხეტაფესთან გამოიჩინა თავი. საერთო ჯამში კი ლა ლიგაში გატანილი 8 გოლით ის ამ სეზონში ვილიარეალის მეორე საუკეთესო ბომბარდირია. 2026 წელს კი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი თავდამსხმელია. წერს მარკა. როგორც მოგეხსენებათ, კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა გამართა და მონაკოს სტუმრად 3-2 დაამარცხა. ქართველმა გარემარბმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ის ძალიან აქტიური იყო, პენალტის მოიპოვა და მოედანზე 69 წუთი გაატარა. მის თამაშს კი ფრანგული პრესა გამოეხმაურა და კვარაცხელიას გამოსვლა დადებითად შეაფასა. თუმცა ქართველი ფეხბურთელის თავს საყურადღებო ინფორმაციას ვრცელდება. მოგეხსენებათ 21 თებერვალს ლიგა 1-ის 23 ტურში პარი სენ-ჟერმენი მეც უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრის წინ კი ფრანგულ მედიაში უსიამოვნო ინფორმაცია გაჟღერდა. როგორც იწერება, კვარაცხელიას მესთან თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გავრცელებული ცნობებით, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ქართველი შემტევი ფეხის კუნძზე დისკომფორტის გამო შეცვალეს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არაა, შესაძლოა, რომ მას უახლოესი მატჩების გამოტოვება მოუხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. ქართველის მდგომარეობაზე კი Ale Parisმა დაწერა. კვარაცხელიას ჯერაც წინ აქვს კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმება. არსებული ინფორმაციით კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არა, თუმცა PSG სამედიცინო შტაბი გარისკვას არ აპირებს და დიდი ალბათობით გარკვეული პერიოდი დასვენების საშუალებას მისცემს, წერს ფრანგული გამოცემა. აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკე სამედიცინო შტაბის პასუხზელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ათამაშებს თუ არა ხვიჩას შაბათს გასამართ შეხვედრაში. ამიტომ ნახოთ თუ როგორ განვითარდება
მოვლენები. იმედია ხუჩას თავს ყველაფერი კარგათაა და კვარაცხელია თამაშ ეძლებს. რაც შეეხება PSG-ს თავს განვითარებულ მოვლენებს, ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Team Talk-მა საინტერესო ინფორმაცია გავრცელა. არსებული ინფორმაციით პარიზული გრანდი Manchester City-ს თავდამსხმელით ჰოლანდით არის დაინტერესებული და პირველი ნაბიჯიც გადადგა. PSG-მ ნორვეგიელი ფეხბურთელის მომავლის თაობაზე ფრთხილი მოკვლევა დაიწყო. ფრანგებმა ჰოლანდის წარმომადგენლებს თხოვეს, რომ მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ. ასევე ბრიტანული გამოცემა აცხადებს, რომ ჰოლანდით დაინტერესება უსმან დემბელეს კონტრაქტის ირგვლივ გაჩენილ გაურკვევლობას არ უკავშირდება. ზაფხულში კი შესაძლოა ან ბარკოლამ ან დეზირე დუემ გუნდი დატოვოს. შესაბამისად, PSG-ს გამორჩეული ფორვარდის დამატება სურს, რომელიც გუნდის შეტევათა ხაზში კვარაცხელიასა და დემბელეს შეუწყვილდება. ამიტომ დაველოდოთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას. მეტა კვარაცხელიას დაგვეხმარა. ოსიმენმა სპალეტიზე ისაუბრა. ფლიკის უარი ფეხბურთელებს, რა ხდება ბარსაში? ფლიკი ბარსას სათამაშო სტილის შესვლას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo აბრძელებს. წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსას ფეხბურთელები უკმაყოფილონი იყვნენ ფლიკის ზედმეტად შემტევის სქემით, რომელიც დაცვის ხაზ პრობლემებს ხელოვნურად უქმნის. გუნდი თვლის, რომ თუნდაც დანაკლისის დროს შესაძლებელია უფრო მეტად პრაგმატულად თამაში, თუმცა ფლიკი გუნდის აზრს არ იზიარებს. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთი თამაშის წყალობით მოიპოვა ბლაუგრანამ 3 ტიტული გასულ სეზონში და მიიჩნევს, რომ წარმატების გამეორება შესაძლებელია, თუ ფეხბურთელები გეგმა ზუსტად მიყვებიან. ამის შესახებ მან ფეხბურთელებს დღევანდელ შეკრებაზე აცნობა. შეხვედრა კი დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა და ვარჯიშის წინ გაიმართა. ფლიკმა განაცხადა, რომ მოთამაშეებმა კვლავ ძველი ინტენსივობით უნდა დაიწყონ თამაში და კატალონიელთა ბოლო მატჩებში დაშვებული ყველა შეცდომა განიხილა. ასევე საუბარი შეეხო მეტოქის კართან ბარსას დაბალ ეფექტურობას. შესაბამისად, ვნახოთ შეძლებს თუ არა ბარსას სიტუაციის გამოსწორებას. ცოტა ხნის წინ ოსიმენმა სპალეტისთან ურთიერთობა გაიხსენა და ასევე კვარაცხელიაზე და პარტენოპეიდან წასვლაზე ისაუბრა. ისინი ამბობდნენ, რომ სპალეტისთან კონფლიქტი მქონდა, მაგრამ ეს ტყუილია. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის თვეების განმავლობაში ნაპოლის ბაზაზე ცხოვრობდა. დღედაღა მუშაობდა, რათა დავერწმუნებინეთ, რომ ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. სპალეტი ძალიან დაგვეხმარა მე კვარაცხელიას კი მიჯეს და ამგისას, რომ საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავით და მოგვეგო სკუდეტო ისეთ გუნდში, რომელსაც ეშილდო რამდენიმე ათწლეული არ უნახავს. სპალეტი ბევრს ითხოვდა, მაგრამ ასევე ბევრს გვაძლევდა. ზოგიერთი მწვრთნელი ჯერ კარგ პიროვნებად გაყალიბებს, შემდეგ კი კარგ ფეხბურთელად. წუხვა, რომ ნაპოლის გულშემატკივრებისთვის მომხდარი სახსნავე შევძელი. ზოგიერთი მათგანი ჩემს სახლთან იყო მოსული და განმარტებას ითხოვდა. ჩვენ კი ვისაუბრეთ და ვთხოვე, რომ ჩემს მდგომარეობაში საკუთარი თავი წარმოედგინათ. მას შემდეგ, რაც ნაპოლი მის ვიდეო TikTok-ზე გამოაქვეყნა, ყველაფერი შეიცვალა. ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია გააცუდოს პენალტი, მაგრამ ნაპოლი მეს ჩემს მიმართ გააკეთა. რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გავხდი და გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი. წავშალე სოციალური ქსელები და ნაპოლის ფორმით გადაღებული ყველა ფოტო. მათ კი გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და გულშემატკივრები ჩემს წინააღმდეგ გაანაწყენეს. თუმცა ჩემი ქალიშვილი უფრო ნეაპოლელია ვიდრე ნიგერიელი, განაცხადა ოსიმენმა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.